გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ახალი არხი რა გაცინებს. ეს კი ახალი გადაცემა საცოცხლო ვიდეოების შოუ. შეიძლება ფორმატი ბევრისთვის ნაცნობი იყოს, მაგრამ ვეცდებით რომ ცოტა განსხვავებულ სტილში შემოვგთავაზოთ რა. მოკლედ რო გითხრათ, ამ არხის იდეა რა არის? გვეყოლება სტუმრები, რომელთან სხვადასხვა ჩელენჯები გვექნება ხოლმე. ხან იქნება თამაშები, ხან უბრალოდ შეიძლება საუბარი იყოს, მაგრამ მთელი მუღამი ამ გადაცემის და ამ არხის ის არის, რომ ყველა სტუმართან, ყველა გადაცემაში აუცილებელი წინაპირობა იქნება, რომ სასმელი უნდა დავლიოთ რა. ამ შემთხვევაში დღეს გვაქვს არაყი წარმოდგენილი, ესე დავმალეთ მომწოდებელი. როდესაც დაგვასპონსორებენ, მე უკვე გამოჩნდება, შეგიძლიათ კომპანიებს რომ რაღაც გამოჩნდეთ, პირველი ვიდეოსთვის მაგარი მოთხოვნა არის რომ კომპანიები გამოჩნდეთ. მოკლედ, ძალიან რო არ გაგვეწევათ, გადავიდეთ სტუმარზე. ბევრი ვიფიქრეთ, ვის შეიძლება და დღევანდელი ჩვენი სტუმარი ყოფილიყო. ბევრი მოვიძიეთ, ისეთი ადამიანები, ვისაც თქვენ შეიძლება იცნობდეთ. ბოლოს დავფიქრდით, რომ ბევრს არ იცნობთ თქვენ, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, ამიტომ ყველასთვის უცნობი, მაგრამ ნაცნობი ადამიანი შევარჩიეთ, ყველასთვის გამორჩეული და გენიალური ადამიანი, ბატონი ბექა. ბექა, რომ მოგზადდე ჩვენთან თუ შეიძლება? სამომიშალხო, ფეხსაცმლით შემოვიდე? არა, მოდი, არა უშავს. ფეხსაცმლით იყავი. მოგესალმებით ბექა, მადლობა რომ ჩვენ გადაცემაში პირველი სტუმარი ხარ. ესეთი გრანდიოზული დაწყების მონაწილე გახდი ახლა შენ. აი წამწყება, მივესალმებით ტელემაყურებლებს, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. თუ YouTube მაყურებლებს მივესალმები. წარმატებებს გისურვებთ, რავი. წარმატებები ნამდვილად გჭირდება ახლა ჩვენ, იმიტომ რომ პირველი გადაცემა ახლები ვართ, მაგრამ ენთუზიაზმი დიდი გვაქვს და მე მგონი ძალიან კარგი რაღაც უნდა გამოვიდეს. დღეს მე ხშირად გამოჩნდება ბექა, ბევრ როლს შეითავსებს ჩვენს გადაცემაში, ხან დეკორის ნაწილი იქნება, ხან სტუმრის ნაწილი იქნება, შეიძლება წამყვანის როლშიც მოგევლინოთ, ამიტომ დიდი სიყვარულით მიეგებეთ ბექას რა. ბექა, მზად ხარ რომ დავიწყოთ, წესებს აგიხსნი, წესები ეგეთი არის, რომ რამდენიმე ვიდეოს ვნახავთ, იქნება რამდენიმე რაუნდი, რომელ რაუნდშიც გაგეცინება ან შენ ან მე, შესაბამის შოტებს დავლებთ რა. პირობითად თუ მეოთხე რაუნდში გაგვეცინება რომელიმეს, მოგვიწევს 4 შოტის დალევა. თუ გაგვეცინება პირველ რაუნდში, მოგვიწევს 1 შოტის და ესე რა. თამაში იქამდე გრძელდება, სადამდეც შევძლებთ რომ არ გაითიშოს კამერა რა. მარტივი წესებია რა. ვეცდები რომ არ გამეცინოს, რავი, არ ვიცი რა ვიდეოები გაქვს, მაგრამ ნახეთ. ვიდეოები არ ვიცი, წინასწარ არ გვინახავს, ყველაფერი ჩვენმა პროდიუსერმა ბატონმა ნუგო მოამზადა. თხოვნა იქნება რომ თუ არ დაგეზარებათ, თქვენით რო ჩასკროლთ და რაღაც subscribe-ს რო დააწვეთ, ძალიან კარგი იქნება რა. თქვენი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია და რაღაცა ამ არხის წინ წაწევის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. Oh, that's Hey, სანგაი. პირველზე გაგვეცინა იგი. კიდევ პირველი ვიდეოზე ორივეს გაგვეცინა, შესაბამისად ორივეს ვად. მოდი საწიგრძელობით ვთქვათ ხოლმე რა, რაღაცა იგი ცოტა დალევის მუღამი რო ქონდეს. მოიწყოს რა წამოწყებას გავამართლე. პირველ ვიდეოზე გაგვეცინა. მე გადავჭერთ. მე რატომ გამეცინა არ ვიცი. ვაა. გადავიდეთ მეორე ვიდეოზე. პირველ ვიდეოზე ორივეს გაგვეცინა. და ნახოთ მეორე ვიდეო. გადავიდეთ მეორე ვიდეოზე. What's your body count? Whatever you think it is. 3. Only 3? That's all. Only 3? Only 3. Okay, what are you thinking it is? What do you think I'm asking? How many people I killed? ვიცოდი ეს ვიდეო და მაგიტომ მეცნებოდა. ნანახი მქონდა და მაგიტომ მეცნებოდა. მე გადავჭირე. იმიტომ რომ მეც ვიცოდი ეს ვიდეო რა. და ეს კვლელობები და ტომი, შენ ახლა კადრში არ უნდა გამოჩნდე. კადრები ყავს ბევრი სახლში. სტუდიაში კაცობრა სახლში. მეს მეორე რაუნდია და შესაბამისად 2 შოტს ვსვამ. ცუდი დასალევი არაკია. არ ვიცი. ეს არაკი სადიშოვის არ ვიცი. ესეთი ვიდეოები არაკი. ტომი. აი, ისე მე გავინცინა, ამჯერად მეორე რაუნდში გავინცინა, შესაბამისად 2 შოტის დალევა მიწევს. ძალიან ცუდი არაკია. არა, უშავს. სადიშოვის ეს არაკი არ ვიცი. დავაი გვენს. ეხა ერთდროულად 2 შოტი უნდა დავლიო, რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ თქვენს გამო
აი, მესამე რაუნდი მეგობრებო, დავიწყოთ. ვასვიზავთ მეგობრებო. მე ისე ვარ გამეცინა. ჩვენ წამყვანი ცოტა სუსტი აღმოჩნდა. არა, შენ არ გაგეცი. ვერ იყო მაინც ძლიერი, ხო? აი, ამ მესამე რაუნდში ორივე კარგად მივდივარ ჯერ. ბიჭო, რა მოთხოვნით? ალბათ ეს კადები არ გვაჩნდიან გადაღებას, კადრში შემოდიან. უკვე სიმძვრალი მომეკიდა და ჩემს რეალურ სახეს ნელ-ნელა ვაჩინებ. გადავიდეთ მეოთხე ვიდეოზე. რატო გამეცნა იცი? ეს ტელევიზია. ესეთი მსგავსია. ხო, აი, დელი ბავშვობა გოლფს თამაშობ, გოლფის თამაშო დადიოდი ჩვენ და შენი ძვაკაცო იყო შენ საწყავ. პატარა ვიყავ მოკლედ და მე ვიყავ, მე ცხოვრობ მივიდოდი სინაში რა. ეხლა რო ნახავენ ამ ვიდეოს ალბათ გაახსენდებიან და იცნობენ თავის თავზე. და მოკლედ მანქანა მივიდოდი, ჯიპით მივიდოდით რა. და ამ ჯიპს გვერდებზე ეყენა ფეხის დასადგომი რა, რომ შეგიძლია დადგე რა. 5-ნი ვიყავით, ხო, რაღაცა ეგრე რა. ხოდა ცოტა ნასვამი ვიყავით, აბა კამინცი და ერთი გადავიდა, ფანჯრიდან გადაძრა მიმავალ მანქანაზე და დადგა ამ იმაზე რა, დუგზე რა, დუგი ქვია. გვერდით კიდე მეორე მხარეს მეორე ძმაკაცი გადავიდა და მაგაზით განადა თან ერთმანეთს ჭერის ზემოდან ერთმანეთს უყურებენ და ერთმანეთს ელაპარაკებიან. არ ვიცი ზუსტად რა დიალოგი მოხდა მაგათში რა, მაგრამ უცბად ყვირილია და სარკეში ვიხედები და ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი მანქანა გადავარდნილი არის რა. ხო, მე სხვა ვიყავი შემთხვევით მაგ მომენტში. კარგად დაფიქრდი აბა. ხო, ეგრევე გავაჩერეთ მანქანა რა მოხდა, რატო ჩვენ მგონია რომ გადავარდა ბიჭი და ვაიმე ესაც დაიმართა რა. და ჯეისონ რთველიაშვილს ვეძახდით მაგ მომენტში რომ აი ისტორიას გავიხსენე და გადავიდეთ სალამე მეხუთე ვიდეოზე გადახვალ. ეს უნდა დაგვილია, არ დაგვილევია. ეგ არ მახსოვდა ისტორია რომ ორივეს გავგვეცინე და 4-4 შოტი გვიწევს. ეს მესამე რაუნდი იყო, ხო? არა, მეოთხე რაუნდი იყო და ისე ვაკეთებდი რომ არცერთ არ დაგვილია 4 შოტი, ხო? ჩემი გადარჩენა კი, შევავსებ ახლა მე მიყვარს ჩესნით ამბაში რა. თუ დალევა, ბოლომდე დალევა იყოს. ყოველად გასწორს. ძალიან შეშნელება რა. ნელა მე მგონი რაღაც წაიღო. რაღაც მარტივი დასალევი გახდა. თავიდან უფრო ისეთი. მე უკვე გძნობ. ცოტა შევთვლი. კარგად, თორე უკვე ცოტა დამცხებიდეთ. შეიძლება ცოტა ხანში კონდიციონერი ჩავთო. კარგად რა. ჯერ ვერაფერს ვერ ვწუნ, ჯერ ერთი შოტი მაგდა. ეს რა? ეგ არის თხილი რა, ვასაბის თხილი. აი სასმელთან გაგიშტატებს ხათაშო. შეგვიძლია ჩაიჭი. ავიდით. ეს არის იდეაში უკვე მეხუთე ვიდეო. და ნახოთ. ეკას გაიცნა, ვინც დაინახეთ, რომ დაფიქსირდეს ეს ყველაფერი ეგ და ვაღიარე. მე გავგზავნოთ ბოლომდე მაინც უყურეთ. კაი იყო რა. ეს მომეწონა. მამაზე უნდა გამეცნა რა. შეგიძლია მივირთო, მე დაგელოდები, ჩვენს მაყურებელს გავესაუბრები. მეგობრებო, სანამ ბექა 5 შოტს დალევს, მანამდე თხოვნა იქნება კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ არხი რა. მადლობა ვინც აქამდე უყურეთ ამ ვიდეოს, ვინც გააგრძელებთ ყურებას. ესეთ ლამაზი ორივეს გაგვეცნე მე არ გამიცინე ორივე ვსვათ იდეაში რომ მიაყარეთ მთელი სპიჩი და შე რო გაგვეცნე მადლობები გადავხადო ბეკას გაიცნე პირველს მე კი გამეცინა ხო მაგრამ მთელი მუღამი ხო გაცინებაზე არის თუ ვისაც ანუ ერთ გაცინებაზეა თუ ორი აი როგორ არის ზოგადად გაცინებაზეა ხო შესამოსად ანუ ორივე ვსვათ ხო ვახუთ შოტი გადავები უნდა დალიო ხო რა დავასხო შემისოთ გაგუნებს წეგარაც გითხარით ეგ გააკეთეთ რა მადლობა აქამდე რო გიყურეთ და არქი გამოიწერეთ გამომწერებო
და მაყურებლებო, ეხლა თქვენ გაგიმართოთ. რა ბექა რაღაცა ის უკვე ურევს, უკვე დაცვა ბექა. აღარ შემიძლია. წელის ჩაწვა არის. აი მეგობრებო, გადავიდეთ მე-6 რაუნდზე. რაც არის ეგ არის. ვერიკო, აი, სუსტი იყო. მე-6 რაუნდისთვის ცოტა უკეთეს ველოდი, თან უკვე ცოტა კარგად შემთვრალები ვართ. ნუ ხასიათი შემეცვალა მე ყოველ შემთხვევაში. გადავიდეთ მე-7 რაუნდზე. It's time for Africa. გამეცნა. ესეც რაღაცებზე მეცნიერ ხოლმე. მე არ გამეცნა, როგორც ნახეთ, ბოლო ბექას გაიცნა. ამ შემთხვევაში წერან წინის წინა რაუნდში, მე-5 რაუნდში კი ამერია რომ მე მეგონა მარტო ბექას ვამდა. მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა მარტო შენს. ხო და მე ხა ისე შეგივსებ. კი ბატონო, ისე ამონდეს ბატონ ბექამ. სამ ბექა დალევს. მანამდე ისე თქვენ მოგვარდათ. ეხლა ამჯერად მართლა თქვენ მოგვარდათ რა. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი, მადლობა რომ აქამდე უყურეთ რა. მე მგონი ჯობია ამ 7 შოტის მერე მორჩეს ეს ვიდეო. რაც კარგად ვერ ვარ რა და კუჭი მეშლება თუ რა მეშლება არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ცუდი ხდება. ამიტომ დღეისაც სულ ეს იყო. ვარ მეც ვერ დავდა. შანსი არა. კიდე 3 შოტის დამლევი მე მართლა არა ვარ ამაპატიეთ. მაგრამ მეგობრებო, დაიმშვიდობე ხალხს და დღეისაც სულ ეს იყო მოკლედ. დაგემშვიდობებით ეხლა აქ. მე ფიზიკურად მე ვეღარ შევძლებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შოტი დავლიე. თავს მართლა შეუძლოთ, ხო? არის. ანკი არის ალბათ ეგრევე დამეძინა მოკლედ. მადლობა მიცოყო რა ამიტოს. ჩვენ ხარ პირველი მაყურებლები, პირველი ადამიანები ხართ ამ არხზე. იმედია ისე ამოვნებთ, კომენტარი დაგვიწერეთ, გამოგვიწერეთ.